BBC-ს ინფორმაციით დიდ ბრიტანეთში სოციალური მედიის გამოყენება იგრძელება და ეს შეზღუდვა მთელს ქვეყანაში 2027 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდება. მთავრობის ინფორმაციით აიგრძელება ისეთი აპლიკაციები, როგორიც არის Facebook, Instagram, YouTube, X, Snapchat. პრემიერ-მინისტრ კիր სტარმერსის ინფორმაციით ციფრული პლატფორმები ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ხელს უშლის მათ საშინაო დავალებების მომზადებასა და კითხვაში და არ ღვევს ჯანსაღ ძილს. თერაპევტ ანიკი ტუაშვილის ინფორმაციით ხშირად ბავშვებში მეტყველების დაგვიანება და სხვა განვითარების ეტაპების დარღვევის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებაა. მისი აზრით, კარგი იქნება თუ დიდ ბრიტანეთს სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ. ბოლო მონაცემებით დიდ ბრიტანეთში 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აიკრძალა სოციალური ქსელების გამოყენება და ძალიან კარგი იქნება რომ სხვა ქვეყნებიც თუ მიბაძავენ მათ აქციელს, რადგან სოციალურ ქსელებში დღესდღეობით ბავშვები ძალიან დიდ დროს ატარებენ, არა მხოლოდ გარდატეხის პერიოდში მყოფი მოზარდები, არამედ პატარა ასაკის ბავშვებიც, რაც შემდგომ იწვევს ძალიან დიდი პრობლემების განვითარებას. პირველ რიგში მხედველების პრობლემა, რადგან ინტენსიურად უყურებენ ეკრანს, შემდგომ უკვე მეტყველების დაგვიანება, რადგან ხშირ შემთხვევაში არის რომ მშობელი ამბობს, იცით, ქართულად უსმენს მულტფილმს, ქართულად უსმენს სიმღერას, მაგრამ რატომ დააგვიანა მეტყველება, მაინც შეფერხება გვაქვს მეტყველების. ეს ხდება ზუსტად იმიტომ, რომ ამ დროს ბავშვი უყურებს სილუეტებს და ვერ აღიქვამს იქ რას საუბრობენ, რადგან დასაწყისში, ანუ ადრეულ განვითარებაში ბავშვი ყველაფერს სწავლობს მიბაძვით, ხო? მეტყველების დროსაც ასეა. ის აკვირდება მეტყველებისას, როგორ მოქმედებს პირის სამეტყველო აპარატი, როგორ გამოითქმის სიტყვა, როგორ მართავთ ემოციას მეტყველების დროს და ასე შემდეგ. და ამას ვიდეორგოლების საშუალებით ფაქტიურად ვერ აღიქვამს ბავშვი და უყურებს მხოლოდ მოძრავ სილუეტებს. გარდა ამისა, არა მხოლოდ ადრეულ ასაკში არ არის სასურველი ბავშვისთვის სოციალური ქსელების გამოყენება, ყველა ვიდეორგოლი იყოს მისთვის ხელმისაწვდომი და იყოს ინტენსიურად სოციალურ ქსელში, ასევე გარდატეხის პერიოდში მყოფი მოზარდებისთვისაც საკმაოდ დიდი ზიანი მოაქვს, რადგან ისინი არ იყენებენ აი ამ ინტერნეტ სივრცეს მიზანმიმართულად და საკუთარი თვალსაჩინერის გასამდიდრებლად და ძალიან ბევრ დეზინფორმაციას ხვდებიან,